რა ხდება შენს ორგანიზმში, როდესაც იწყებ დაბალანსებულ კვებას? გამოიწერე ჩემი არხი, ბევრ რამეს გასწავლი. როდესაც იწყებ დაბალანსებულ კვებას, შენის ორგანიზმში იწყება პროცესი, რომელიც შეიძლება შევადაროთ რემონტს. სახში ხო გქონიათ რემონტი? ან ახლობელს მაინც ხო გქონია? წარმოიდგინე, ხო? კედლიდან შპალიერი ჩამოხეულია, ავეჯი გატანილია, ან რაღაცები აქვს გადაფარებული, ყოველ შემთხვევაში ვერ იყენებ. იქ შეუძლებელია კვება, შეუძლებელია დასვენება. ეს ყველაფერი დისკომფორტია, მაგრამ აუცილებელი. იმიტომ რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე შენ გონია. ოთახი, რომელსაც არ ემონტებ, უფრო კომფორტული, უფრო სასიამოვნო და უფრო ფუნქციონალური გახდება. ზუსტად ასეა შენი ორგანიზმიც. როდესაც შენ იწყებ დაბალანსებულ კვებას, ანუ გადადიხარ მოდუნებული იმპროვიზაციაზე მიშვებული კვების მაგილად, გადადიხარ სისტემურ კვებაზე. შენს ორგანიზმში აღდგება სასიცოცხლო ფუნქციები, იღვიძებს რეცეპტორები, აღდგება ნერვული კავშირები და ასე შემდეგ. შენი ორგანიზმი იღვიძებს ღრმა ძილიდან და შენს ვერც კი წარმოიდგენ, როგორი მაგარი იქნება ყველაფერი, როდესაც შენი ნივთიერებათა ცვლა სათანადოდ აჩქარდება. გაინტერესებს, როგორ უნდა გაარემონტო საკუთარი ორგანიზმი ისე, რომ ზიანი არ მიაყენო და მაქსიმალური შედეგი მიიღო. მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.